მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიწონებთ ვიდეოებს, კომენტარებს მიწერთ და გამოწერილი გაქვთ ჩემი გვერდი. და დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ესეთ თემაზე, ძირითადად უფრო დაშორებულ წყვილებზე. და გავიგოთ თქვენი ყოფილი რას ფიქრობს თქვენზე, რა გრძნობები აქვს, უნდა თუ არა დაბრუნება ისევ თქვენთან. ბატონო, დავიწყოთ. რას ფიქრობს თქვენი ყოფილი პარტნიორი თქვენს მიმართ, გავიგოთ აბა. თქვენს მიმართ ცოტა ისეთი არეული ფიქრები აქვს ამ ადამიანს. შეიძლება იყოს ისეთი ურთიერთობაში ისეთი ადამიანი, რომ მოდის, მიდის ხშირად და არასტაბილური ურთიერთობა გქონდათ მასთან, არ მოგცეთ ეს სტაბილურობა და ახლა დაშორებულები რომ ხართ, ფიქრობს, რომ ძალიან ისეთი არეული ფიქრები აქვს თავში, არ იცი სიმართლე გითხრათ, ზუსტად რა იფიქროს, თვითონაც არ იცის, რაღაცნაირად გაურკვევლობაშია, მაგრამ ამ გაურკვევლობის მიუხედავად ფიქრობს, რომ უნდა რომ თქვენსკენ გადმოდგას რაღაცა ნაბიჯები სტაბილური ურთიერთობისთვის და უფრო ისეთი, ხო, უფრო შედარებით სტაბილური რომ იყოს, ვიდრე მანამდე იყო ურთიერთობაში. რატომაც აქვს ასეთი ფიქრები. კარგი, თუმცა მთლად გადაწყვეტილი ბოლომდე და ესე დალაგებული არა, მაგრამ ესე ფიქრის დონეზე აქვს, რომ რაღაცა პატარა ნაბიჯები გადმოდგას და უნდა რომ თქვენც აყვეთ მერე ამ ურთიერთობაში, რომ უფრო ისე უკეთ გადაწყვიტოს რა უნდა ამ ურთიერთობაში. თქვენ თუ არ აყევით, შეიძლება ისე უკან დაიხიოს. კარგი. გავიგოთ მისი გრძნობების შესახებ, რას გრძნობს თქვენს მიმართ, რა გრძნობები აქვს თქვენს ყოფილ პარტნიორს თქვენს მიმართ. ისე კი არ ვიცი, რაღაცა ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს ამ ადამიანში, დიდი ტრანსფორმაციას განიცდის. ისეთი როგორც ჩანს, ის თქვენგან წავიდა თავის დროზე ძალიან მოულოდნელად და სწრაფად გაიქცა, ასე ვთქვათ, თავქუთ მოგლეჯილი და ეხლა არის რაღაცნაირად დიდ ტრანსფორმაციაში, რაღაცებს, წეღანაც ხო თქვი, ძალიან არეული ფიქრები აქვს, არ იცის რა იფიქროს, დალაგება ჭირდება. გრძნობებში უნდა რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს თქვენთან ურთიერთობა და თქვენთან გრძნობები, თითქოს რაღაცა ის ძველი რაღაცები, ეს არეული ურთიერთობები, რაღაცები ყველაფერი გაუნულდა და უნდა რომ უფრო სტაბილური იყოს თქვენთვის, უფრო ისეთი სავსე ურთიერთობა გქონდეს თქვენთან, შეიძლება ზოგი ოჯახზეც ფიქრობს თქვენთან, უნდა რომ თქვენთვის იყოს ის ერთადერთი მამაკაცი და ურთიერთობაში გქონდეთ ბედნიერი ურთიერთობა გქონდეთ, მოკლედ და როგორც ასეთი გრძნობებში, ყველანაირი დადებითი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, აბსოლუტურად, ალბათ თქვენ რომ გიხსენებთ, რაღაცნაირად ბედნიერად გრძნობს თავს.
ამიტომ ჩათვალ და გადაწყვიტა, რომ წეღან როგორც ვთქვი, გადმოდგას თქვენსკენ ნაბიჯები, რადგან აი ასეთ გრძნობებში გამოუტყდა საკუთარ თავს ჯერჯერობით და ალბათ თქვენს გამოგიტყდებათ ამ გრძნობებში. კარგი. წეღან კი ამოვიდა, რომ რაღაცა ნაბიჯების გადმოდგმაზე ფიქრობს, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ ყოფილი პარტნიორი. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ ყოფილი პარტნიორი. სავარაუდოდ უფრო სხვადასხვა სწრაფად გადმოდგამს ნაბიჯებს, არ იქნება ეს რაღაცა დროში გაწელილი, სწრაფად უნდა მოქმედება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აი ეგრევე რაღაცა ემოციებით და ერთი ამბებით შემოვა, რომ მე შენს გარეშე ვეღარ ვძლებ და მიყვარხარ და ასე შემდეგ, ესეთი რაღაცები არ იქნება, უფრო თავშეკავებულად მოვა, შეიძლება უბრალოდ აი მესიჯი მოგწეროთ, მოგიკითხოთ და ვითომ აქ არაფერი რაღაც ესე და მე ნელ-ნელა შემოვიდეს ურთიერთობაში. როგორც ასეთი, აი როგორც გრძნობს რეალურად აი ამ ცეცხლებს, ნებებს და ემოციებს, აი ამ ემოციებს თავიდანვე რაღაცნაირად არ გაჩვენებს და უფრო ასე თავშეკავებულად გადაწყვეტს დაბრუნებას. კარგი. მოდი ვიკითხოთ. თქვენ რჩევა ტაროსგან თქვენთვის ამ ურთიერთობაში რას გირჩევთ ტარო? ღირს თუ არა ამ ადამიანის უკან რომ დაგიბრუნდებათ, ისევ მიიღება და ისევ გაგრძელება ამ ურთიერთობის. რას გირჩევთ ტარო? ღირს თუ არა ამ ადამიანის უკან დაბრუნება. მოდი ესე ვისაუბრ. ღირს თუ არა ამ ადამიანის უკან დაბრუნება. ტარო გირჩევთ, რომ გაიხსენოთ ამ ადამიანის გამო რა სიტუაციაში იყავით, როგორც ცუდად გრძნობდით თავს და მისმა დაბრუნებამ უცებ წამიერად არ დაგავიწყოთ ეს ყველაფერი. არ ვიცახი, რომ უნდა იტანჯებოდეთ იმით და იხსენებდეთ და იტანჯებოდეთ, არა რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი დავიწყებულიც არ უნდა გქონდეთ, რომ ამ ადამიანს შემდეგ აპატიოთ ყველაფერი, ისე რომ მე გააგრძელოთ მასთან ურთიერთობა. ტარო გირჩევთ, რომ ძალიან კარგად დაფიქრდეთ, აი ასე ვთქვათ, აუტკივარი თავი აღარ აიტკიოთ თავიდან და თქვენ უკვე აი ამ ურთიერთობაში ესე გიყურებთ, რომ ხართ მისგან ძალიან შორს, აი უკვე ტრანსფორმირდით რაღაცნაირად და მისგან საკმაოდ შორს ხართ. რადგან დასრულებულია უკვე ეს ურთიერთობა და გადალახული გაქვთ ეს აი ესეთი მდგომარეობა ამ ურთიერთობაში, აი ძალიან ცუდად რომ გრძნობდით თავს და ამ ურთიერთობის გამო უფრო სწორად და ურთიერთობაში როცა იყავით, მაშინაც არ გრძნობდით სავარაუდოდ თავს ძალიან ბედნიერად. და რადგან ასეთი ბევრი განსაცდელი მოგიტანათ ამ ურთიერთობამ, საკმაოდ დასაფიქრებელია რამდენად ღირს ამ ყველაფრის აღდგენა. ტარო გირჩევთ, რომ ძალიან კარგად დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე და არ დაგავიწყდეთ ის მდგომარეობა, რაშიც გამყოფათ ამ ადამიანმა თავისი ქმედებებით. მადლობა ყურადღებისთვის. ვისაც მოგეწონებათ ჩემი გაშლა, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დროებით დაგემშვიდობებით. წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას.